ახალ დიოკნისს ვსტუმრობთ. მარნეულში ვართ. ეს სოფელი ხულოდან გადმოსახლებულმა ეკომიგრანტებმა 1999 წელს დააარსეს და სახელიც აჭარიდან თან გამოიყოლეს. მიუხედავად 37 წლის ისტორიისა, აქ მცხოვრებლებმა ღირსეულად შეძლეს წინაპრების ტრადიციების გაგრძელება. მოდით ჩვენც გავიცნოთ სოფელ ახალ დიოკნისში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტები და ვნახოთ თუ როგორია მათი ყოველდღიურობა. ახალი დიოკნისი თბილისიდან ავტომობილით 1 საათის სავალგზაზე მდებარეობს და მარნეულიდან 4 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში ამჟამად მხოლოდ აჭარლები ცხოვრობენ, რომელთა რიცხვი 80 კომლია. სოფელი ახალი დიოკნისი დაარსდა 1999 წელს. ეს განაპირობა მეცხრეულმა მოვლენებმა ხულოს რაიონში, იქ არის სოფელი დიოკნისი, ხულოს რაიონიდან 7-8 კილომეტრში. და სოფელი დაარსა ძირითადი ფუძემდებლები იყვნენ ავთანდილ ძირკვაზე, გურამ ძირკვაზე და ემზარ ძირკვაზე. ეგ მოხდა შემდეგნაირად, რომ პირველ რიგში მარნეულის რაიონმა გამოყო ტერიტორია აჭარლებისთვის. ეკოემიგრანტებისთვის, როგორც თქვათ, იყო შაუმიანის ტერიტორია, ეხლანდელი სოფელი ხიხანი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ხიხანში ჩვენ დიოკნისის მაშინ კოლმეურნეობა იყო, დიოკნისის კოლმეურნეობა და რაღაცნაირად არ მოგვიწია იმ სოფელში ჩასახლება. რაღაც მიზეზების გამო. ამის შემდეგ ეს სამი პიროვნება წამოვიდნენ, რომ რაღაც მარნეულის რაიონში ჩვენი სოფლისთვის მიწის გამოყოფის თაობაზე და წავიდა ამ ტერიტორიის მოძიება თუ სად შეიძლებოდა ჩასახლება. მაშინ იყო ჯონდო მეურნეობის დირექტორი იმნაძე. მივიდნენ პატივცემულ ჯონდოსთან და სთხოვესო თუ შეიძლებოდა სადმე გამოყოფილიყო მიწა ჩვენი სოფლისთვის. გამოყეს ეს ტერიტორია. თვითონ არც მეურნეობა აღარ წავიდა წინააღმდეგი და ამის შემდეგ დაპროექტა და წავიდა სოფლის მშენებლობა. 99-90 წლებში მიმდინარეობდა მშენებლობა, მერე დამოუკიდებლობის შემდეგ, როცა ეს კომუნისტური პარტია და ეს ყველაფერი დაიშალა, 92 წლიდან მანამდე 2 წელი ცხოვრობდა ის იყო დაბა შულავერი, კორპუსები იყო და იქ ცხოვრობდა ჩვენი მოსახლეობა. 92 წლის შემდეგ მე გადმოვედით ამ სოფელში, ჩაუყარეთ საფუძველი ამ სოფელს. იმ დროს არც შუქი იყო, არც წყალი იყო, არც რაღაცა იყო, მაგრამ რომ შეგვენარჩუნებინა სოფელი, ესე იგი რამოდენიმე ოჯახმა შულავერის კორპუსებიდან გადმოვედით, დავიწყეთ აქ ცხოვრება. რაც შეეხება სახელის დარქმევა სოფლის, რომ ახალი დიოკნისი რატო დაერქვა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კიდე ას განსვენებელს გიორგი საგინაძეს, მაშინ სკოლის დირექტორი იყო, რომელმაც დიოკნისში სკოლა დაარსა. გიორგი საგინაძე მარნეულიდან, გამგეობიდან ავიღეთ მიმართვა, ჩავედით თბილისში სოფლის სახელი რომ დაგვერქმია. და ისე მოხდა, რომ იქაც არ უნდათ, რომ ახალი გამეორებულიყო და უნდათ სხვა სოფელი დაერქვათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ადგილს არ ქონდა არავითარი სხვა სახელი, მერე პლუს ამას იქ დიოკნისის სახელები რაღაცა მოიძიეს და რაღაც ვერ შევჯერდით და მერე ითქვა, რომ იყოს ახალი დიოკნისიო და დაერქვა ახალი დიოკნისი. ეს არის საპატივცემულოდ იმ ძველი დიოკნისისა, ხულოს რაიონისა, საიდანაც ჩვენ აქ ჩამოვსახლეთ.
ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალ დიოკნისში. სოფელი დაარსდა 1999 წელს ძირითადად დიოკნისის თემიდან გადმოსახლებული მოსახლეობით. კერძო დიოკნისიდან, სოფელ მანიაკეთიდან, ტაბახმელიდან, ჯვარიქეთიდან და რამდენიმე ოჯახი არის სოფელი რიყეთიდან. უდიდესი გაჭირვებით განვლეს მოსახლეობამ ეს წლები, იმიტომ რომ არ იყო წყალი, არ იყო შუქი, არ იყო გზა, რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებოდნენ წყალს საარსებოდ. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად არ იყო სკოლა. პედაგოგები ძირითადად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი მოსახლეობით, რა თქმა უნდა, მანამდე მოსწავლეები დადიოდნენ ქალაქ მარნეულში ან სოფელ თამარისში სწავლის მისაღებად. მოსახლეობის მოთხოვნით, მშობლების, მოსწავლეების მოთხოვნით 1998 წელს სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, ხოლო შემდეგ კი საჯარო სკოლად. სკოლის შენობა არ არსებობდა და ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ბატონმა ვაჟა ძირკვაძემ თავისი საცხოვრებელი სახლი გამოყო სკოლის შენობა, თუმცა იყო გასარემონტებელი, არ ჰქონდა კარი, არ ჰქონდა ფანჯარა. მოსახლეობამ თავისი ხარჯებით ჩასვა ფანჯრები, კარები და მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ჩვეულად. დღეს უკვე გვაქვს უნიკალური სკოლის შენობა, საჯარო სკოლა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ ერთად. აზერბაიჯანელები მთავარია სწავლობენ ქართულ ენას. ჩვენ სკოლის კურსდამთავრებულები გარკვეული სპეციალობების მიხედვით წარმატებას მიაღწევენ, იმედი მაქვს, რომ მომავალში გაგრძელდება ასეთი კურსდამთავრებულების გამოშვება. რა თქმა უნდა, ეს გავს ეს ორი სოფელი ერთმანეთს, იმიტომ რომ მოსახლეობა არის ერთი და იგივე, ერთი განაყოფები არიან. ეს სოფელის მზარდი სოფელია, ანუ შვილები, შვილიშვილები მრავლდებიან და სხვაგან კი არ მიდიან საცხოვრებლად, ანუ აქ იყოფენ და აქ სახლებიან, აგრძელებენ ცხოვრებას. გამორჩეული არის ეს სოფელი იმის, რომ არის სტუმართმოყვარე ხალხი რა. უცნობიც რომ იყოს, ხო სტუმრად ნებისმიერ დროს პატივისცემა უყვართ, როგორც დიოკნისში აღვნიშნეთ, ისე უყვართ პატივისცემა ხალხის აქ რა. ტრადიცია გრძელდება, რა თქმა უნდა. ის ტრადიცია, რაც ჰქონდა ხულოში მაგალითად, გრძელდება აქაც ანალოგიურად რა. მარნეულში მდებარე სოფელ ახალ დიოკნისში პირველი სკოლა 1993 წელს გაიხსნა. თავიდან სკოლა იყო დაწყებითი, შემდეგ საშუალო, ამჟამად კი ეს შენობა საჯარო სკოლის სტატუსს ატარებს. როგორც ხედავთ, ჩვენ საკმაოდ კარგ პერიოდში ჩამოვედით. მარნეულში ბავშვები სკოლას ასრულებენ და ძალიან ლამაზი ცერემონია აქვს. მოდი ერთად წავიდეთ და გავიცნოთ ეს ძალიან ნიჭიერი ბავშვები. გამარჯობათ ბავშვებო, გილოცავთ. მეოთხე კლასი დაასრულეთ, ხო? რა მაგარია. ძალიან კარგი ზეიმი გაქვთ და მომწონს ეს ფორმებით, როგორი ლამაზები არიან. მადლობა. რა შვებით, როგორ ხართ? როგორც ვიცი, 1993 წელს გაიხსნა სკოლა პირველად, თუმცა მას შემდეგ ბევრი ეტაპი გაიარა. იყო დაწყებითი, საშუალო, ახლა უკვე არის საჯარო და აი რომ გვიამბოთ სკოლის პატარა ისტორია და ამჟამად რამდენი მოსწავლე სწავლობს. ვილოცავ ყველა ბავშვს სკოლის დასრულებას, წარმატებებს უსურვებ მათ მომავალ გზაზე და უამრავ წინსვლას. ამ ეტაპზე ჩვენ სკოლაში, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში 296 მოსწავლე ირიცხება. აქედან უმრავლესობა 80% წარმოადგენს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები. უყვართ ჩვენი სკოლა, გარემო და რა ვიცი, ძალიან დიდია სურვილი ჩვენთან სკოლაში სწავლის. სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან, სხვათა შორის ძალიან შორის სოფლებიდან, ასევე მარნეულიდანაც დადიან ბავშვები სკოლაში. თქვენ რამდენი ხანია რაც სკოლის დირექტორი ბრძანდებით და რამდენი პედაგოგი ყავთ? როგორ მიდის სასწავლო პროცესი სოფელ ახალ დიოკნისში? ახალ დიოკნისის საჯარო სკოლას ძალიან კარგი დირექტორი ჰყავდა ფუტკარაძე ნათია, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია დირექტორობაზე უარის თქმა. წელიწადნახევარია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ვარ მე ამ სკოლაში. ყავს ძალიან მაგარი პედაგოგები, 27 პედაგოგი ყავს ამ ეტაპზე.
რა ვიცი, ვცდილობთ თითოეული ბავშვის ინტერესებს მოვერგოთ, გავითვალისწინოთ მათი აზრები და ასე ვმუშაობთ გემრიელად. დარწმუნებული ვარ თქვენ ისე მონდომებით და სიყვარულით შრომობთ, რომ შედეგი აუცილებლად გექნებათ საუკეთესო. იმედი გვაქვს. მე აქ ფოტოები შევნიშნე. ეს არის დამამთავრებელი ალბათ სტენდზე გამოკრული ბავშვების ფოტოები, ხო? რა კარგი მოფიქრება, ალბათ თქვენ მოიფიქრეთ. ძალიან კარგია. ალბათ როგორები იყვნენ თავიდან? პირველ დღეს სკოლაში, კი ბატონო. პირველი კლასი. და ეხლა უკვე მეოთხე კლასი დაასრულეს, ბავშვებმა გადავიდნენ მეხუთე კლასში და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. დიახ, წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ძალიან საინტერესო და კარგ ეტაპს. ჩვენც ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ ბავშვებო. ამ ხელებზე გამოვიარეთ იმისთვის, რომ თქვენ შეგხვედროდით და ძალიან გვიხარია, რომ ესე კარგად და ყოჩაღად დაგხვდით. ხელს აღარ შეგიშლით. წარმატებას გისურვებთ და აბა წარმატებულ წელს გისურვებთ ბავშვებო. ნახვამდის. ახალი დიოკნისის სკოლამ არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. აქაური ახალგაზრდები დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ. ბევრიც შემოქმედებითი საქმიანობით არის დაკავებული. ქეთი კოჩალიძე არის ერთ-ერთი ახალგაზრდა პოეტი, რომელიც ლექსებს ბავშვობიდან წერს. მან ერთ-ერთი ლექსი ჩვენს გადაცემას მიუძღვნა, რასაც რა თქმა უნდა გულგრილს ვერ ჩაუვლიდით. ქეთი გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. როგორც მადლობა, გამარჯობა, როგორ ხართ? ჩვენ დავამთავრე სკოლა. ეხლა ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ამღსდელ კურსზე და როცა გავიგე რომ თქვენ გსტუმრობდით, გუშინ დავწერე მოულოდნელად, როცა წამოტივდი და თან დიდი ხნის გამოწერება და თქვენს ტელეეკრანს ვაგდავნებთ და ძალიან მომწონს აი თქვენ და თქვენი ჯგუფის ერთობლივი მუშაობა. ქეთი, მაინტერესებს რამდენი ხანია რაც ლექსებს წერს? 3 წელია. ძირითადად რაზე წერ ლექსებს? სიყვარულზე, მეგობრობაზე, პატრიოტიზმზე, მაგრამ ჩემი გარკვეული პროცენტი მაინც სიყვარულს ეკუთვნის და აი უფრო გრძნობით წერ ამ ლექსებს. მაყურებელს რომ უთხრა, რატომ გიყვარს ჩვენი გადაცემა და რამ გადაგაწყვეტინა ლექსის დაწერა? იმერიქში შენ მიყვარ ხარისძე და ხარ აი პროფესიონალი. მეც აი ბავშვობიდან ლოცემ რომ გავხდე ჟურნალისტი და ეხაც ბრძოლობ რომ როგორმე მაგარხით წავიდე და ჩემ გამოგივა. დიახ და აი თქვენ ხართ აი მაგალითი იმისა რომ როგორი უნდა იყოს აი გურწრფელი და შრომის მოყვარე ჟურნალისტი რომ გამოვიდეს კარგი კადრი და მაყურებელს შეაყვაროს თავი. მოკლედ ამაზე კარგი შეფასება მე დიდი ხანია არ მომისმენია და ყველაზე მართალი შეფასება
და წრფელი ემოციები არის ჩემთვის უმნიშვნელოვანი და 13 წელია სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამ გადაცემას ჩემს უძვირფასეს ოპერატორებთან ერთად. აბა წაგვიკითხე ლექსი და ვაზიაროთ ჩვენი მაყურებელი შენს საოცარ ლექსს. აჭარის მთებს რომ გადმოდგამს ამღერდებიან თანია მზეც გამოანათებს დარითა რომ ჩვენი გოგო გზაშია სოფლიდან სოფელში დადის გზებს სიყვარულით კვეთს ყველა სიხარულით ხვდება სითბოს და ღიმილს თეს უყვართ მისი ეშხი გულწრფელი რომ ხარიათ ნათია ჩიტებსაც იცნეს გაიგეს გულით სუფთა წფელია გზად შეაბიჯებს რწმენითა რომლის ყურებაც არ მოგბეზრდება ნათია ჩანთით სოფლისკენ მართება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის პირველ რიგში და იმისთვის რომ დაგვითმეთ რომ ხართ ჩვენი ერთგული მაყურებელი გამომწერი და მე მინდა რომ უდიდესი წარმატება გისურვო. აუცილებლად გამოეცი საკუთარი კრებული და არასდროს გაჩერდე. გახსოვდეს რომ შრომას ყოველთვის აქვს ფასი. მადლობა დენი. მინდა რომ ეს ლექსი თქვენ გაჩუქოთ, გადმოგცეთ, თან სპეციალურად კარგი ნაწერით დავწერე. აი ეს არის მეგობრებო სიყვარული. და შედეგი, რომელსაც ჩვენ ამდენი წელია ასე მუხლ ჩაუხრელი შრომით ვეწევით. დაგემშვიდობები, ახლა გავაგრძელებთ თქვენი სოფლის დათვალიერებას, თქვენ კი წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ და აბა თქვენიც მე დარწმუნებული ვარ ისევ შევხვდებით. მადლობა დიდი და ხოლმე. გაგიმარჯოთ, მობრძანდით და როგორ ძალდები? რა ვიცი, კარგად, თქვენ როგორ ხართ, გაიხარეთ, გესტუმრეთ მარნეულში და ძალიან კარგად ვარ. ძალიან გაგვიხარდა და ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სტუმრობით. მეც კმაყოფილი ვარ, რომ ამდენ მშრომელ და ძალიან გამორჩეულ აჭარელს ვხედავ ამ დიდი მადლობა, რომ თქვენაც გაგვიხსენეთ და მარნეულში ჩამობრძანდეთ ჩვენ დიოკნისში, ახალ დიოკნისში. აი ეს ძველი დიოკნისი ხომ ნახეთ გასულ წელს და გადავიღეთ და იქაც არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანით და გავაცანით ჩვენს მაყურებელს, მაგრამ როცა გვითხრენ რომ როცა უკვე მოგვიყვენ რომ აქაც არსებობდა მეორე დიოკნისი, რომელსაც ახალი დიოკნისი დაარქვით, არ შეგვეძლო რომ არ წამოვსულიყავით და შესაბამისად გეზი თქვენსკენ ავიღეთ. ძალიან გაგვიხარდა, ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სტუმრობით. გაიხარით. ეხლა გითხარით რას აკეთებთ, ძალიან ბევრი ალუჩა ტყემალი დაგიკრეფიათ და როგორც მივხვდი აქ კარგად ხარობს. რა ვიცი, რა გითხრათ, ჩვენი ბიზნესი, ჩვენი შემოსავალი აი ეს არის. მართლა ხო? ხო, კი, ალუჩა კი დანარჩენიც გვაქვს ხეხილი ყველაფერი, მაგრამ ძირითადად ალუჩას ვაწარმოებთ. როდის დაიწყეთ ალუჩის წარმოება? ალუჩის წარმოება ჩვენ 99 წელში ჩამოვედით, რომ გავიგეთ რომ ეს რაღაც შედეგიანი იყო, მის მერე აი ამ საქმეზე ვარ ჩვენ. ნიადაგიც კარგია. კი, ნიადაგიც კარგია, ის თბილისთან ახლოს ვართ, გასავალიც კარგი აქვს სხვათა შორის და ვაწარმოებთ ალუჩას ძირითადად. ყოველ სეზონზე რამდენ კილოგრამს? ყოველ სეზონზე გასულ წელს მაგალითად 15 ტონა დავკრიფე. 15 ტონა? გიახ 15 და წელს არ იქნება, იმიტომ რომ ცოტა ცუდი ამინდები იყო, ყინვები და იქნება 10 ტონამდე მე მგონი, რა ვიცი, ნახოთ. აჭარაში რომ ვიცით ხოლმე და ვეძახით მსგავს ფუსფუს ნადს, აქ თუ არის აი დახმარების ნადის ამბავი. აი ეს მეთოდი გვაქვს ზუსტად აქაც, იმიტომ რომ ჩვენ სოფელში ერთმანეთს ეხმარებით. ხო, ჩვენ სოფელში ყველა ერთი სოფლიდან ვართ გადმოსულები. და აი ძველ ტრადიციას არ დავკარგავთ მე. არ ღალატობთ. არ ვღალატებთ ხო ასე. ეხა აი ამ ამდენ ალუჩას
იბარებენ სპეციალურად სადმე ქარხანაში თუ თქვენ მიგაქვთ და ყიდით? კი, ქარხანაც არსებობს მარნეულში. წელს არის ლარი 70 იბარებენ, მაგრამ მოდიან ხალხი ეზოში ვყიდით დაწყებული 4 ლარიდან, ზოგი 3 ლარი, კარგი 2.5-ზე ქვევით არ არსებობს. და თუ რამე მე ვერ მოასწარით დაკრეფა, მე ქარხანაში მიგვაქვს. რას აკეთებთ გარდა იმისა, რომ აი გაყიდით და შემოსავლის წყაროა? ხომ იტოვებთ იმდენს, რომ მაგალითად აკეთებთ გემრიელ ტყემალს, ალბათ არახსაც. რა თქმა უნდა, სახშიც ვამზადებთ, ტყემალს ვაკეთებთ, არახსაც ვხდით, იმიტომ რომ ეს ჩვენ შაქარს არ ვუმატებთ და გამოგვიდის ნატურალური არაღი. ძალიან ძვირფასი პროდუქტია ალუჩი. ეხლა მე უნდა გავსინჯო ეს ძვირფასი. კი, მე ერთვიდე. ხილი, რომელიც მართლაც გამორჩეულია მარნეულში და ეხლა გაგიზიარებთ, რამდენად სწორად აქებენ ალუჩას. ძალიან გემრიელია. არც ისე მჟავია, როგორც მეგონა, აი მოლოდინი მქონდა რაღაცნაირი. ძალიან მომეწონა. ასე რომ თქვენ გემრიელი და ძალიან ესეთი ხორციანი ალუჩის დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ მარნეულში და ესტუმროთ სოფელ ახალ დიოკნის, იმიტომ რომ აქ აჭარლებს ძალიან გემრიელი და გამორჩეული ალუჩა გვაქვს. ძალიან გემრიელია. მე დარწმუნებული ვარ თქვენ წელს გექნებათ, აი არ ვიცი, ყველაფერს გაყიდით ალბათ და მეზობლებისგან დაისესხებთ შემდეგ ყამლისთვის აუცილებელ. მადლობთ. დაგემშვიდობებით, ეხლა დროს აღარ წაგართმევთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შრომისთვის. ამ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ამ სოფელში აკეთებთ, რომ არ დაკარგეთ ტრადიციები, შეინარჩუნეთ ეს ყველაფერი და ასე ოჯახი ერთად ფუსფუსებს. თქვენაც დიდი მადლობა მობრძანებისათვის, გაგვიხსენეთ, ძალიან გაგვიხარდა თქვენი სტუმრობა მარნეულში. მადლობა თქვენ, გულთბილი დახვედრით. გადაცემას უყურებთ და ძალიან გვაყოფილი. ძალიან გვაყოფილი ვარ ნათია თქვენი გადაცემითაც. მოგწონთ, ესე იგი ჩვენი გადაცემა და ხართ ჩვენი ერთგული მაყურებელი. რა თქმა უნდა. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ყველგან მივალთ, სადაც ჩვენი მაყურებლები არიან, სადაც გველოდებიან და არ გვაბრკოლებს არც კილომეტრები, არც სიშორე და არც ცუდი ამინდები. მადლობთ. დაგემშვიდობებით, აბა გავაგრძელებ სოფლის დათვალიერებას. ნახვამდის. სოფელ ახალ დიოკნისში დღემდე ცოცხლობს წინაპრების შემორჩენილი ტრადიციული ხელსაქმე ქსოვა, ქარგვა და ჩეჩვა. ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოგესალმებით, ქალბატონებო. როგორ ბრძანდებით? ვიცი, კარგად. ვახარებ თქვენი დანახვა. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ ასე ერთად შეიკრიბეთ და მომეცა შესაძლებლობა, რომ შეგხვედროდით, ასე ახლოს გამეცანით. რა შვრებით, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ სოფელში? პირველ რიგში. კარგად ვართ, ადრე იყო უბედურება და რაღაცა რა ვიცი, დაუვიწყარი ამბავები. რთული. ძალიან რთული. მე მრავალშვილიანი დედა ვარ. 6 შვილი მყავს. ყველა მესმადლობა თავის ადგილას არიან და ოჯახებილები, შვილები გახარებული ვარ ეხლა, ძალიან ბედნიერი ვარ ამ პერიოდისათვის. ახალ დიოკნისში როდის ჩამოხვედით საცხოვრებლად? ახალ დიოკნისში 1999 წელს. ანუ პირველი ჩამომსვლელი ხართ. ჯერ იქეთ კორპუსებში ცხოვრობდით. საერთაშორისო მერე გადმოვედით 2 წლის მერე აქ ჩვენ სოფელში. სრულიად არაფერი რომ არ იყო ტრიალ მინდორზე დავიწყეთ ცხოვრება ერთი სიტყვით.
წყალიც არ გქონდა რომ ზოგი დაგვილია. სახლები აშენებული იყო, ზოგი არა, ჩემი ვაფშე მარა, სხვისი სულ არა და რა ვიცი, ასე ნოლიდან დაიწყეთ ცხოვრება. თუმცა ნოლიდან დაწყებული ცხოვრება გააგრძელეთ, შეძელით რომ შეგექმნათ სოფელი და დღეს ძალიან ბედნიერად ცხოვრობთ და ინარჩუნებთ წინაპრების ხელსაქმეს. რას გსოვთ ახლა თქვენ? ახლა წინდებ გსოვთ ჩვენ. თქვენ ვინ გასწავლათ წინდის მოქსოვა? სად ცხოვრობდით? თქვენც ჩვენ დიოკნისში ცხოვრობდით, ღულტაში ვცხოვრობდით წარმოშობით და მე დიოკნისში გავთხოვდი და რა ვიცი, გავაგზელეთ წინდების გსოვა. ეხლა არ არის, მაგრამ მაინც ვაგზელებთ გსოვას. თავს ირთობთ. ხო, თავს ვირთობთ ნამდვილად. დიოკნისში სოფელი ღურტიდან როგორ გათხოვდით, რომ მოგვიყვეთ? როგორ გავთხოვდი და დიოკნისში ვსწავლობდი. ხო და ალბათ ბედი ჩემი იქ იყო რომ გავთხოვდი რა ვიცი. როგორ გარიგებით თუ შეგვიყვარდათ? გარიგებით, მაშინ შეყვარებით უფრო კი იყო როგორ არ იყო, მაგრამ მაინც მშობლები ვისაც მათ სურდა იმას მიგათხოვებდნენ. არ იყო ძალადობა ახლა რო არის რომ მაგალითად არ ეკითხება მშობელს და მშობელი ეკითხება რომ საწავიდეს. და ჩვენ დროში მაგი არ იყო. ანუ მშობელი წყვეტდა. მშობელი წყვეტდა ჩვენს იმას. ზითში რა წაიღე თუ გახსოვს? აი წინდები თუ მოქსოვე და წინდები ძალიან ბევრი წინდები, ესე იგი საჩუქრებად სახლის ვინც სახში იყო, ყველასთვის უნდა პატივი გეცა წინდებით. აი როგორი იყო, აი რამდენი წყვილი წინდა უნდა წაგიღო, თუ იყო ფერებს შორის განსხვავება? კი, იყო ახლა ახალებისა უფრო ჭრელი წინდები იყო, მუხუცებისა უფრო მეტად თეთრი წინდები იყო. ჭრელი წინდები ახალგაზრდებისთვის, დედამთილისთვის განსაკუთრებით. თქვენ როგორ გათხოვდით და საიდან გათხოვდით დიოკნისში? ჩვენ ბეღლეთ ცხოვრობდით და იქიდან გავთხოვდი დიოკნისში, ჩვენც გარიგებით გავთხოვდით. შემდეგ მეუღლე როგორ შეძელით შეგუება, მოგეწონათ? კი, როგორ არა. დღემდე ერთად ვართ, ვაგრძელებთ ცხოვრება, შვილები გვყავს, რა ვიცი, შვილიშვილები გვყავს და ვართ. ცხოვრობთ კარგად. როგორ იყო ძველად რძლობა? რა გვევალებოდა დილას ადრე უნდა ამდგარიყავი. რა ვიცი, საჭმელი გაკეთებია, დაგესუფთავებია, ყველაფერი რაც ბოსელი გქონდა, ბოსელში უნდა ჩასულიყავი, მოგეწველა. რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებდით. ეხლა თავისუფლება არის მაინც. ახლანდელი გელინობა როგორია? ახლა პირიქით ემსახურებს და კაები არის არძლებიც, დედამთილებიც ყველაი, რა ვიცი. ახლა რას გსოვდა? ეს არის ულამაზესი ეგრეთ წოდებული დაროშკა, ნაქარგი, რომელსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველად და ახლაც უკვე გახდა პოპულარული. ხო, ეს არის საკუნისისი, ბავშვის დაროშკა. რომ ბავშვს პირსახური გადაახურავდი, რომ დააწმენდია კვანში, დაიძინებდა, რა ვიცია. ვინ გასწავლათ თქვენ ამის? ბავშვობიდან ვაკეთებდით, დედამიცოდა ქარგვა, ქსოვა, ყველაფერი და ვისწავლეთ დედიდან, ბავშვობიდან. თქვენ თუ გახსოვთ მზითვში რა წაიღეთ? მზითვში წავიღეთ ბევრი დაროშკები, ეს ნაქარგები. წინდები. ხო, წესი იყო და ვეშიც ყველაფერი. სადილი თუ მოიტანეთ? კი. აი ბაკლავის ტრადიცია თუ იყო თქვენ დროს? იყო მაშინ იყო ტრადიციაც იყო, ბაკლავაც იყო, შაქარლამაც იყო. იმიტომ აუცილებელი იყო, რომ ესე იგი, როგორც სახლიდან შვილი გადის და მისი სადილი აუცილებელი იყო. დღეს კიდე დღეს მოდის მაგი ტრადიცია. არ კარგავს ეს ტრადიცია აქტუალობას და არც მივიწყებას არ მიეცა. მე როგორც ვიცი, როგორც სოფელში, ასევე ქალაქში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია აჭარლებისთვის. მასე. აუცილებელი იყო ბაკლავა, შაქერლამა, შენი აუცილებელი იყო. თქვენ წამოხვედით 1999 წელს ამ სოფელში, მარნეულში გადმოსახლდით. იცოდით თავდაპირველად, სად მოდიოდით, რა დაგხვდებოდათ აქ და რა უნდა გაგეკეთებინათ, იმიტომ რომ ის სოფელი სულ სხვა სოფელია, სხვა რელიეფით, სხვა მდებარეობით და ეს გარემო კიდევ სულ სხვა. ძალიან დიდი იყო. ჩვენ შევსულიყავით სამზარევლის სახლებში, მაგრამ ისე არ დაგხვდა. ყველა არ აშენდა, ჩვენ თვითონ ავაშენებით, ჩვენ თვითონ იბრძოლეთ ერთი სიტყვით. ჩვენ თვითონ გავაკეთეთ სახლი. მე რომ წამოვედი, ჩემი შვილები მე-5 მე-6 კლასში იყვნენ და აქ გაიზრდნენ და აქ დავაქორწინეთ.
აქ დაოჯახდნენ თქვენი შვილები და თუ გაიხსენებთ როგორ მოიყვანეთ რძალი. ვიცი. როგორც ვიცი თქვენი რძალი. გიმშვენებთ თქვენ. ესე ის იყო, რა ვიცი, გახარებული ვიყავით. ჩვენ წალკაში დავდიოდით. ეს წალკიდან არის ჩემი რძალი და იქ რა ვიცი დავინახე ძალიან მომეწონა ხასიათი ძალიან ჩვენ ესე მე გოგოშვილი არ მყავს და როგორც გოგოშვილი ისე მივიღე ჩემ ოჯახში რძალი კი არა გოგოშვილად მივიღე. ნიშნულოვანი დღეს კიდე 20 წელია ნონა 20 წელი ერთად ვართ ძალიან შეხმატკივილი ვართ ძალიან რა ვიცი ამას ვიცი რომ უყვარს ჩემი ერთმანეთს ძალიან პატივისცემთ. ნონა შენ მოგვიყევი აბა როგორ გათხოვდი რამდენი წლის იყავი და როგორი იყო შენ დროს შენ დროსაც გარიგება იყო თუ ნანახი ყავდა მანამდე თქვენი მეუღლე ნანახი მყავდა შორი ახლოდან მithვალთვალებდა ერთხელ ჩვენი შეხვედრაც ჰქონდა მე უკვე გარიგებით ანუ თანხმობა რო არ ყოფილიყო ჩემგან არ მოხდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ რატომღაც იმ დროს პატარა რო ვიყავი ალბათ იმოქმედა იმანაც რომ მომთაბლა გადავწყვიტე გავთხოვდი ყოველთვის ვამბობ რომ ნაადრევი ქორწინება ყველაზე დიდი დანაშაულია მაგრამ თუ გაგიმართლა არა დღეს უკვე ამაყი ვარ მე მყავს 5 შვილი უფროსი შვილი არის 19 წლის არის ჩემი თანამოაზრე ჩემი მეგობარი, ჩემი დაქალი ვარ ვიცი. აი მარტო ამისთვის არ ვარ უკმაყოფილო, რომ მაქვს ძალიან ბედნიერი ოჯახი. შენ დროს რა იყო მზითში რა უნდა მოგეტანა და როგორ განვითარდა ეს პროცესები? ჩემ დროსაც იყო, რომ მე მახსოვს დედამ წინდები მოაქსოვინა, პირსახოცები ჩადო და საროჭკები იყო. ხო, კი. მამამთილისთვის კი მაზლებისთვის დედამთილისთვის ან ოჯახის წევრებისთვის და რა თქმა უნდა როგორც ტრადიციიდან გამომდინარე სადილიც მქონდა ავეჯიც მომიტანეს იმ დროისთვის და რა ვიცი ტრადიციას მივყვებით რამდენი წლის იყავი რო გათხოვდი 16 წლის იყავი 16 წლის გავთხოვდი გამათხოვეს ანუ მთლად ის არ იყო გავთხოვდი გამათხოვეს ესეთი რა თქმა უნდა შეიძლება უწოდოთ მე რომ მოვედი რიოკნიში ჩვენ დროში ძალიან რთული ერთძლობა იყო იმიტომ რთული ერთძლობა იყო რომ ყველაფერი უნდა გაგიკეთებიან ახლა როგორია ახლა ძალიან უკეთესია მე ძალიან მომწონს ახლანდელი ის დედამთილობაც და რძლობაც იმიტომ რომ ხელს უწყობთ ერთმანეთში ხო დაისვენოს მაგალითად ეს თავის საქმეს გააკეთებს მეც მაგალითად ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვარ შეხმატკივილებული რა ვიცი შენ რას ფიქრობ აბა როგორია ახლანდელი რძლობა და რა არის საჭირო რომ იყო კარგი რძალი მე ვიცი ძველი რძლობა როგორიც იყო ანუ დედაჩემიდან გამომდინარე დედამთილის საუბრებიდან გამომდინარე და ძალიან დიდი განსხვავებაა იმიტომ რომ ადრე რძლები ბევრ ვალდებულებას იღებდნენ საკუთარ თავზე ავალებდნენ არ იღებდნენ ხო მაგრამ იღე თუ კარგი რძალი იყავი უნდა აგეღო ეს ვალდებულება და დღევანდელი რძალდედამთილობა, ანუ პატივისცემა ყველა თაობაში აუცილებელია, უფროსზე პატივისცემა ეს პირველი, ეს არის ყველაზე მთავარი ურთიერთგაგება, მაგრამ დღეს არ ავალებენ, ანუ მე თუ ცალკე ცხოვრება მინდა და მარტო, ხო, რაღაც პერიოდი, არავითარ შემთხვევაში არ აქვს რძალს იმის შეზღუდვა, რომ არა ჩემთან უნდა იყო და არ უნდა და არა, სრული თავისუფლება გვაქვს, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. მიხარია რომ ამდენი საღად და თანამედროვედ მოაზროვნე ქალბატონი ცხოვრობს სოფელ ახალ დიოკნისში, მიხარია რომ შეგხვდით, გაგიცანით, მოვისმინეთ თქვენი ლამაზი და საინტერესო ისტორიები და მე მინდა თქვენ პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ, დიდხანს სიცოცხლე და ბევრი წარმატება და სიხარული თქვენს ოჯახებში. დაგემშვიდობებით აბა, წარმატებები და ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ. კარგი დღე აბა. მადლობა თქვენ რომ ამ ხელაგზა გამოიარეთ და აჭარიდან გაგვახარეთ ნამდვილად. ძალიან გაგისხარდეთ. ხედავდით, აი, აქედან გეფერებოდით. სულ უსმენთ თქვენ გადაცემებს, ძალიან გახარებული ვართ რომ როცა დაგინახავთ და გვეამაყებით რომ თქვენ საჭარელი ხართ და ჩვენც და მადლობა რომ კიდე გვესტუმრეთ. გაგვახარეთ. არის რომ უწევთ პოპულარიზაციას.
აუცილებლად ისევ გესტუმრებით, აბა რისთვის ვართ ჩვენ, ერთმანეთი უნდა გავახაროთ და გავაბედნიეროთ. ჩვენც ასევე ნახვამდის. არაყის გამოხდა სოფლად მცხოვრები მამაკაცების საყვარელი პროცესია. აქ თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ არაყს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში აგემოვნებენ. მე ახლა უნდა ვესტუმრო ბატონ ნოდარ კახაძეს, რომლის არაყის სოფელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბატონო ნოდარ, გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? მადლობ, თავად როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. რა ხდება სოფელ ახალ დიოკლისში, რას აკეთებთ? სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, პირველ პლანზე დგას. მომგებიანია ყველა ოჯახისათვის. მეცხოველებასაც ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა. ალუჩის ბაღი გვაქვს, რომელიც მომგებიანია, რა თქმა უნდა. და ამით მეტი შემოსავალი გვაქვს. სოფელს მეტი რა უნდა. რა თქმა უნდა, ნოყიერი მიწა, შრომელი ადამიანები და კარგი მოსავალი. კი ბატონო. არაყზე მოგვიყევი, აბა რამდენი ხანია რაც ეს პროცესი არის თქვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი? როგორც კი ჩამოვედით და ჩამოგვასახელეს უბრალოდ საცხოვრებლად, აი იმ დღიდან სარგებლობთ ასეთი გამოხდას ვაწარმოებთ ოჯახში. ძირითადად არის ტყემლის. და ისიც კურკის გარეშე, კურკა გაცლილი აქვს, იმიტომ რომ სამკურნალოც არის. და რა თქმა უნდა, უფრო კარგი არის. არც პახმელი აქვს, არაფერი არ აქვს საერთოდ. შაქრიანობა? შაქრიანობა თავისი რაც აქვს, აი იმით ვაკეთებთ. არავით არის შაქარის დამატება, არ სჭირდება, იმიტომ რომ ისეთი ის არის, ნერგებისგან არის გაკეთებული ეს ტყემლის ნერგი, რომ აი სიმწიფეში რომ შედის, თავისებური შაქრიანობა გააჩნია. როდის იწყება გამოხდა არაყის და როდის არის უკვე ამის დრო? ერთი კვირის შემდეგ, როცა კასრებში ჩავყრით, დაუხუფავთ, უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და შემდეგ როცა ის ჩაიძირება, ერთი კვირა დასჭირდა, აი მაქსიმუმით 15 დღე და მის შემდეგ აუცილებელია რომ დანაკარგი არ იყოს, გამოხდას ვიწყებთ. ასეთი აპარატებით. ეს არის თქვენი აპარატი. ესე იგი და რამდენ ლიტრ არაყს გამოხდით ხოლმე სეზონზე? ეხლა თუ არ გვიმტყუნა ხეხილმა წლის განმავლობაში სუფთა არაყი 40-50 100 ლიტრამდესაც არის. წლის განმავლობაში საკმარისია ოჯახისთვის, სტუმრისთვის, რასაც განსაკუთრებით და თქვენის დანასტუმრებისთვის. ესე იგი მოლხენისთვის საკმარისად ყოფნით თქვენი არაყი. საკუთარი ღვინოცა გვაქვს, რა თქმა უნდა. ფიქრობ ახალ დიოკლისში ჩამოსვლა განმეორებითაც ღირს. აუცილებლად. ჩვენ დიდი ხანია გელოდებოდით და ბედნიერება გვარგონა ღმერთმა, რომ დღეს ჩვენ თან ახართ სტუმრად და გაიხარეთ. ვიზიარებთ ამ ბედნიერ დღეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი მაყურებლები და ესე გულთბილად გველოდებოდით. რამდენ გრადუსიანია თქვენი არაყი? ეხლა გრადუსი მაღალიც არის, მაგრამ ისე რომ ოჯახისთვის მისაღები სტუმრისთვის 55 გრადუს ტემპერატურა გრადუსზე ვაკეთებთ. არის ნორმალური მისაღები. ვინ გეხმარებათ ამ ფუსფუსში? ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ, რა თქმა უნდა. თან როგორც ხედავ უკვე ემზადებით მწვადები და ამბავი, ესე იგი რა თქმა უნდა, საპატიო სტუმრებისთვის ყოველთვის არის ვამზადებთ. არაყთან ერთად გემრიელი კი ბატონო. წვადის ხორციც, ესე იგი არის ეს ქაქ ტრადიცია სოფელში და თითქმის ყველა ოჯახი ასე აკეთებს სტუმრის მიღების დროს. განსაკუთრებული სტუმრებისთვის კი განსაკუთრებულად ვემზადებით. ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებული სტუმართ მასპინძლობისთვის, ჩემო კარგო. სიამოვნებით დავაგემოვნებ თქვენს არაყს, თქვენს მიერ გამოხდილ არაყს. დასრულდება ეს ერთი ქვაბი არის, როცა დასრულდება, მე რამას ხელმეორედ ვატრიალებთ. მეორე გადატრიალებაზე უფრო მაგარია. სოფელს დაგილოცავთ, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა სოფელია, 36 წლის წინ დაიწყეთ აქ ცხოვრება და როგორც ვხედავთ, მართლაც, აი, არ ვიცი, ყველაფერი გაგიკეთებიათ იმისთვის, რომ სუყე, ძალიან სტუმართ მოყვარე და გამორჩეული მაცხოვრებლები ასე ერთად შეკრებილიყავით აქ და
ვისურვებდი რომ ეს სოფელი უფრო გამრავლებული იყოს, გაფართოვებული იყოს და თქვენი წინაპრების ტრადიციები არასდროს დაგივიწყებინათ. არასდროს არ ვივიწყებ და არც დაივიწყება საერთოდ. დიდი მადლობა. გაუმარჯოს დიოკნისსაც და ახალ დიოკნისსაც ჩვენს საქართველოში. მადლობა დიდი, გაიხარეთ. შემდეგ გადაცემაში გაგაცნობთ ფერმერ ქალბატონს, რომელსაც სოფელ ახალ დიოკნისში რამდენიმე სათბური აქვს გაშენებული. ვესტუმრებით გამორჩეულ მევენახეს და დავაგემოვნებთ ამ სოფლის ტრადიციულ კერძებს. შემდეგ შაბათს ჩვენ ისევ სოფელ ახალ დიოკნისში ვართ.